წარმოგიდგენთ პროგრამა Veion-ის ვიდეო ინსტრუქციას. პროგრამა Veion-ი გამოიყენება კომპიუტერული კლასების სამართავად, რაც გულისხმობს ეკრანის გაზიარებას, დაშორებულ მართვას და ასე შემდეგ. ლექტორის კომპიუტერის დესკტოპზე ნახავთ თქვენ შესაბამის პიქტოგრამას Veion Master და მისი გამოძახების შედეგად გაიხსნება აღნიშნული პროგრამის ინტერფეისი. მოცემულ ინტერფეისზე გამოჩნდება სტუდენტების კომპიუტერები. ჩვენ შემთხვევაში 3 სტუდენტი იმყოფება აუდიტორიაში, შესაბამისად 3 კომპიუტერია ჩართული, იმისათვის რომ სტუდენტების კომპიუტერები თანაბრად გადანაწილდეს ჩვენს ეკრანზე, მარჯვენა დაბლა კუთხეში ვაჭერთ შესაბამის პიქტოგრამას. ინტერფეისზე მარცხენა დაბლა კუთხეში გვაქვს ღილაკი, რომლის დახმარებითაც ჩვენ შეგვიძლია გამოვაჩინოთ კონკრეტული სტუდენტის კომპიუტერები, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კონკრეტული სტუდენტისთვის მე არ მჭირდება ეკრანის გაზიარება, ამისათვის შესაბამის მონიშნებს მოვხსნი ან ჩავსვავ. თუ სტუდენტი დაგვიანებით მოვა და დაგვიანებით ჩართავს კომპიუტერს და არ ჩანს ამ ინტერფეისზე, გავთიშოთ ეს პროგრამა და თავიდან გავააქტიუროთ. თავიდან ჩართვის შემთხვევაში უკვე გამოჩნდება დაგვიანებით მოსული სტუდენტის კომპიუტერი. თუ გვინდა რომ ლექტორის კომპიუტერის ეკრანი გაზიარდეს სტუდენტებთან, ამისათვის ვაჭერთ demo ღილაკს, ჩამოიშლება სია, სადაც არის 4 ასარჩევი ველი. პირველი არჩევის შემთხვევაში ლექტორის კომპიუტერის ეკრანი გაზიარდება სტუდენტებთან სრული ეკრანის რეჟიმში. სტუდენტს არ ექნება შესაძლებლობა სხვა დავალებები აკეთოს პარალელურად. ეკრანის გაზიარების შემდეგ ჩავკეცავთ მოცემულ პროგრამულ უზრუნველყოფას. ნებისმიერი მოქმედება, რასაც ლექტორი შეასრულებს თავის კომპიუტერის ეკრანზე, ეს მოქმედებები პარალელურად აისახება სტუდენტების კომპიუტერებზე. გაზიარების გასატიშად კვლავ ამოუკეცავთ მოცემულ პროგრამულ უზრუნველყოფას და ვაჭერთ demo ღილაკს. ჩვენი ეკრანის გაზიარება შეწყდება სტუდენტების კომპიუტერების ეკრანებზე. ამ ჩამონათვალში თუ ავირჩევთ მეორე პუნქტს, ამ შემთხვევაში უკვე სტუდენტს ექნება შესაძლებლობა რომ ჩაკეცოს ლექტორის მიერ გაზიარებული ეკრანი და პარალელურად აკეთოს სხვა ამოცანები. კონკრეტულ სტუდენტების კომპიუტერებთან სამუშაოდ ძალიან მოსახერხებელი იქნება გამოიყენოთ მაუსის მარჯვენა ღილაკით გამოსული კონტექსტური მენიუ. თუ გსურს რომელიმე კონკრეტული სტუდენტის ეკრანის სრული მასშტაბით ნახვა ჩვენს ეკრანზე, ამისათვის მოუნიშნავთ ამ კონკრეტულ სტუდენტს და ვაწვევით ღილაკს Remote View. ამ შემთხვევაში გვაქვს შესაძლებლობა თვალი მივადევნოთ კონკრეტული სტუდენტის მოქმედებებს. თუ გვინდა მოცემული რეჟიმიდან გამოსვლა, ეკრანზე ვაწვევით მოცემული ფანჯარის დახურვის ღილაკს. თუ გვინდა რომელიმე კონკრეტული სტუდენტის კომპიუტერში შესვლა და დახმარება დისტანციურად, ამისათვის მოუნიშნავთ ამ კონკრეტულ სტუდენტის კომპიუტერს და ვაწვევით ღილაკს Remote Control. ამ შემთხვევაში უკვე ლექტორს აქვს შესაძლებლობა გარკვეული დახმარება გაუწიოს დისტანციურად სტუდენტს თუ რაიმე დავალების შესრულება გაუჭირდება. ამ ინტერფეისიდან გამოსასვლელად ვაწვევით ფანჯარის დახურვის ღილაკს. მოცემულ პროგრამას აქვს კიდევ ერთი არც ისე პოპულარული, მაგრამ საინტერესო შესაძლებლობა. ჩვენ შეგვიძლია რომელიმე კონკრეტული სტუდენტის ეკრანი გავაზიაროთ დანარჩენ სტუდენტებთან. ამისათვის მოუნიშნავთ იმ სტუდენტის კომპიუტერს, რომლის ეკრანის გაზიარებაც გსურს და შემდეგ demo ღილაკზე დაჭერით, ჩამოსაშლელი სიიდან ვირჩევთ შესაბამის ბრძანებას. ამ შემთხვევაში უკვე კონკრეტული სტუდენტის კომპიუტერის ეკრანი გაზიარებულია სხვა სტუდენტების კომპიუტერებზე და ასევე ლექტორის კომპიუტერზეც. ამ ინტერფეისიდან ასევე შეგვიძლია რომელიმე კონკრეტული სტუდენტის ან სტუდენტების კომპიუტერების გათიშვა ან დარესტარტება. ამ პროგრამას აქვს კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია. ლექტორს შეუძლია სტუდენტების კომპიუტერებში გადააგზავნონ რაიმე ტექსტური ფაილები. ამისათვის ვაჭერთ ფაილ ტრანსფერ ღილაკს, ვუთითებთ გადასაგზავნი ფაილის მდებარეობას და გამოსულ ფანჯარაში გვაქვს 3 სხვადასხვა გადაგზავნის მეთოდი. პირველ შემთხვევაში მხოლოდ გადაგზავნა, მეორე შემთხვევაში გადაგზავნა და მოცემული ფაილის გახსნა, მესამე შემთხვევაში გადაგზავნა და მოცემული ფაილის მდებარეობის ჩვენება. სასურველია გამოვიყენოთ მესამე შემთხვევა, გადაგზავნისას გაითვალისწინეთ, რომ გადაგზავნილი ფაილი თავსდება პირდაპირ C დისკზე. დამატებითი შესაძლებლობების სანახავად სასურველია იხილოთ მოცემული პროგრამის დოკუმენტაცია.